საღამოშვიდობისა 14 მაისს BMG TV-ზე საქმის კურსის ეთერში ვაჯამებთ ამბებს ბიზნესზე და ეკონომიკაზე. მე ანა ლაპიაშვილი ვარ და სამუშაო დღეს ბოლოს მნიშვნელოვან საქმიან ამბებზე გიყვებით BMG-ს გუნდის წევრებთან ერთად. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლურიკაშვილის კანდიდატურა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, უკან გაიწვიეს და საქართველოს მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს. სახელმწიფო შესყიდვებში უცხოური კომპანიების კონტრაქტების ღირებულება გაორმაგდა. შარშან 156 მილიონ არარეზიდენტ კომპანიებთან 156 მილიონი ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. ქუთაისის აეროპორტში ახალი 3,5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სააეროდრომო ინფრასტრუქტურა შენდება. შედეგად აეროპორტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვის გარეშე შეძლებს. ბაზიანი გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 34 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულებულია. სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 მილიონ 700,000 ლარით დაფინანსდა. პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 29 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ეს მისოების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შედეგი 300,000 ლარით არის გაზრდილი. გალტენ-ტაგარტის კვლევების დეპარტამენტის დირექტორის შეფასებით, პირველ კვარტალში დაფიქსირებულმა 9,3%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ მათ პირვანდელ პროგნოზს გადააჭარბა და საინვესტიციო ბანკმა ეკონომიკური ზრდის მოლოდინი 5-დან 6,8%-მდე გაზარდა. მთავრობის ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლურიკაშვილის კანდიდატურა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ წარადგინა, უკან გაიწვია და საქართველოს მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭერს. მთავრობის ადმინისტრაცია არ განმარტავს, რატომ მოხსნეს ზურაბ პოლურიკაშვილის კანდიდატურა. სახელმწიფო კანცელარიიდან გამოგზავნილ განმარტებაში წერია, რომ სპეკულაცია, რომ პოლურიკაშვილის კანდიდატურა რომელიმე კონკრეტული კანდიდატის გამო მოიხსნა და BMG-ისთვის მოწოდებულ ინფორმაციაში ასევე მითითებულია, რომ საბჭოს ხელმძღვანელობაზე მესამე დარეგისტრირებული ზურაბ პოლურიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის შემდეგ საქართველოს მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭერს. მთავრობის ადმინისტრაციის წერილობითი განმარტება მას შემდეგ მივიღეთ, რაც ონლაინ გამოცემა და დიპლომატმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაძლოა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლურიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარს არ უჭერდეს და მის ნაცვლად არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს მისცეს ხმა. გამოცემა წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება გარკვეულწილად არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დადებული ფარული შეთანხმების ნაწილია. რაც შეეხება არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს, ის 38 წლის შაიხა ალ-ნოვაისია, რომელიც აბუ-დაბიში დაფუძნებულ როტანა ჰოტელ მენეჯმენტ კორპორეიშენში კორპორატიული ვიცე-პრეზიდენტია ფლობელებთან ურთიერთობის მენეჯმენტში. შაიხა ალ-ნოვაისია კომპანიას 2011 წელს შეუერთდა. როტანა სასტუმროების მართვის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა რეგიონში. სასტუმროებით ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა და თურქეთში. შაიხა ალ-ნოვაისის გამოცდილება მასპინძლობის ინდუსტრიაში 16 წელზე მეტია. განათლება მას ფინანსების მიმართულებით აქვს მიღებული და მას კონკურენციას ამ არჩევნებზე ზურაბ პოლურიკაშვილის კანდიდატურის გაწვევის შემდეგ კიდევ 4 ქვეყნის მექსიკის, ტუნისის, განას და საბერძნეთის კანდიდატები გაუწევენ. ზურაბ პოლურიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით 2021 წელს დაამტკიცეს. მანამდე პოლურიკაშვილი UNWTO-ს გენერალური მდივანი 2018 წელს გახდა. კიდევ იქამდე საქართველოს ელჩი იყო ესპანეთსა და ანდორაში. ახალი გენერალური მდივანი, რომელიც თანამდებობას 2026-2029 წლებში დაიკავებს, ერიადში UNWTO-ს 26 სესიაზე აირჩევა, რომელიც 7-დან 11 ნოემბრამდე იქნება. 160 ქვეყნისგან შემდგარი UNWTO-ს გენერალური მდივანი დაინიშნება დამსწრე სრული წევრების 2/3 უმრავლესობით საბჭოს წარდგინებით. 29-30 მაისს კი გლობალური ტურისტული საზოგადოების თვალი მადრიდისკენ იქნება მიმართული, რადგან აღმასრულებელი საბჭო შეიკრიბება გენერალური მდივნის კანდიდატის წარდგენის მიზნით. აღმასრულებელი საბჭო ორგანიზაციის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა და ის 35
წევრ ქვეყანას მოიცავს, რომელთა შორის არის ერთ-ერთი საქართველო. შერჩეული კანდიდატი, რომელიც საჭიროებს საბჭოს 35 წევრიდან მარტივი უმრავლესობის, ანუ მინიმუმ 18 წევრის მხარდაჭერას, წარდგენილი იქნება გაეროს ტურიზმის გენერალურ ასამბლეაზე, ერიადში. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ახალი 3,5 კილომეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ის პირველი აეროპორტი იქნება ქვეყანაში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის ექსპლუატაციაში შესვლა ხელს ქუთაისის აეროპორტის შემდგომ განვითარებას შეუწყობს, მათ შორის კარგო ტვირთების მიღება და მუშავებას. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი თანამშრომლების სასაყვანად ღია კარის დღე მიმდინარეობს, რომელზეც მსურველებს საშუალება აქვთ მივიდნენ აეროპორტში და საკუთარი კანდიდატურა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანიის ტავ-ჯორჯიას ადამიანური რესურსების დეპარტამენტს წარუდგინონ. ამ ეტაპზე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრთა მომსახურების აგენტებს ეძებს, ჩატვირთვის კონტროლისა და კომუნიკაციების აგენტებს, მორიგე ოფიცრებს, ტექნიკურ პერსონალს, მძღოლს, მტვირთავს, თვითმფრინავის დამლაგებელს. თბილისისა და ბათუმის აეროპორტის მმართველი კომპანიის ტავ-ჯორჯიასთვის ღია კარის დღეს ღონისძიებების საშუალებით ახალი კადრების მოძიება და დასაქმება ჩვეული პრაქტიკა არის. ტავ-ჯორჯია მსხვილი და სტაბილური დამსაქმებელი არის საავიაციო ბაზარზე ქვეყანაში და კომპანია 20 წელია, რაც საქართველოში ოპერირებს. ამ პერიოდის განმავლობაში აშენდა და განვითარდა 2 საერთაშორისო აეროპორტი, რაშიც ტავ-ჯორჯიას მხრიდან ჩადებული ინვესტიცია 230 მილიონ დოლარამდე იყო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის უკვე ჩვეულებრივი პრაქტიკაა მსგავსი ღია კარის დღის მოწყობა და საკადრო რესურსების ამ გზით გამდიდრება. უპირველეს ყოვლისა ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უნდა დასაქმდეს ბათუმის აეროპორტში. ვაკანსიები, რომელიც დღეს გვაქვს გამოცხადებული, საკმაოდ მრავალფეროვანია და სხვადასხვა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მოიცავს. შესაბამისად, ყველას აქვს შანსი საკუთარი კანდიდატურა ამა თუ იმ პოზიციაზე წარმოადგინოს. უნდა აღინიშნოს, რომ ტავ-ჯორჯია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საკადრო რესურსების განვითარებას. მოხარული ვართ, რომ აქტივობას დღეს საკმაოდ მაღალია. ფორუმის შესახებ პირველ რიგში გეტყვით, რომ გავიგეთ Facebook-ით. დამაინტერესა, რადგან შეიძლება ითქვას ბავშვობიდან მიყვარდა ეს სფერო, რასაც ავიაცია მოიცავს. ძალიან გამიხარდა, როდესაც გამოცხადდა, გავეცანი ვაკანსიებს, დავტოვე ჩემი მონაცემები, ძალიან საინტერესო გასაუბრება იყო ამასთანავე და მოლოდინი მაქვს, რომ წარმატებით ვითანამშრომლებ ტავთან. აზიანი გომბორი თელავის საავტომობილო გზის 23,6 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილი სრული რეაბილიტაციამ განხორციელდა, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინა-ბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე გატარდა მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდა ტროტუარები, მოეწყო მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტოპავილიონი. ჩატარდა საგზაო ნიშნების მოწყობის და გზის ჰორიზონტალური მონიშნის სამუშაოები. პროექტის შესრულება 2022 წელს დაიწყო და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66,700,000 ლარით არის დაფინანსებული. ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის შექმნის მიზნით ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებულ ბოლო 2 ტენდერში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ყოფილი პარლამენტის C კორპუსის ფასადის მედია განთავსების პროექტირების, მშენებლობის და მონტაჟის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იყო კომპანია MyGPS, რომელიც სამუშაოებს 7,527,000 ლარად შეასრულებს. MyGPS-ის მფლობელი და დირექტორი მიხაელ ჩაკაბერია კომპანიას 30,9 მილიონის 62 ტენდერი აქვს მოგებული, ასევე 5,128,000 გამარტივებული შესყიდვა და 3,400,000-ის 7 კონსოლიდირებული შესყიდვა. მეორე ტენდერი ეხება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის აუზის, სახურავის და გუმბათის ჰიდრო და თბო საიზოლაციო სამუშაოებს, რომელსაც 5,265,600 ლარად შეპესე ჰიდრო სერვი შეასრულებს. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ამ ტენდერშიც ერთი კომპანია იყო პრეტენდენტი. ღირებულება 13 მაისს არის შეთანხმებული
თანხმებული. შპს ჰიდროსერვის მესაკუთრეები 25-25%-იანი წილით მამუკა მოძმანაშვილი და ლაშა შაყოლაშვილი, დავით კიკაბიძე და ინეზა კიკაბიძე არიან. დირექტორი დავით მეტრეველია. ტენდერების მონიტორის მონაცემებით კომპანიას 16 ტენდერი აქვს მოგებული 5.800.000 ლარის ჯამური ღირებულებით. ჯიტესთან გაფორმებული ხელშეკრულებით კი შპს ჰიდროსერვმა ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის აუზის და სახურავის ჰიდროსაიზოლაციო და გუმბათის თბოსაიზოლაციო სამუშაოების სახარშთაღრიცხვა დოკუმენტაცია უნდა მოამზადოს და სამშენებლო სამუშაოები შეასრულოს. ხელშეკრულების თანახმად პროექტირებისა და მშენებლობის საერთო ხანგრძლივობა მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოების ჩათვლით 365 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს. 2026 წლის 13 მაისამდე უნდა შესრულდეს ეს სამუშაო და ამავე დროს საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს, ანუ არაუგვიანეს ამ წლის 12 ივლისისა ეს დასრულებული უნდა იყოს. მიმწოდებელი თავის მხრივ ვალდებული არის დაგეგმილი ჰიდროსაიზოლაციო სამუშაოების სრულად განხორციელებამდე პირველ ეტაპზე უზრუნველყოს შენობის შიდა სივრცეებში, მათ შორის სარდაფში, წყლის ჩამოსვლის სრულად შეჩერება 10 სექტემბრამდე პერიოდში. გასულ წელს 8 მილიარდ 100 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ტენდერები გამოცხადდა 22%-ით ნაკლები ვიდრე წინა წელს. ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მთლიანმა ღირებულებამ 7 მილიარდ ლარამდე შეადგინა, რაც სახელმწიფო შესყიდვების საერთო მოცულობის 85.9%-ია. შესყიდვების სააგენტოს გასული წლის ანგარიშის მიხედვით სახელმწიფო სტრუქტურებმა 2024 წელს მილიარდ 182 მილიონ 753.811 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვები განახორციელეს, რაც შესყიდვების საერთო მოცულობის 14.9%-ია. 2022 წელს თუ გამარტივებული შესყიდვების წილი მთლიან ტენდერებში 11.2% იყო, შარშან მისი რაოდენობა წილობრივად 14.9%-ს უტოლდებოდა. როგორ მიმდინარეობს შესყიდვები, რა პროცესები არის და როგორ იყო გასული წელი ამ მხრივ, ანუკა ჯოხაძემ გადახედა ანგარიშს. 2024 წელს სხვადასხვა მომსახურებისა თუ საქონლის შესყიდვაზე სახელმწიფომ 8 მილიარდ 100 მილიონი ლარის ტენდერები გამოაცხადა. 22%-ით ნაკლები ვიდრე 2023 წელს. შესყიდვების სააგენტოს ანგარიში დამთანხიდან თითქმის 7 მილიარდი ლარი ელექტრონული და კონსოლიდირებული ტენდერებით გაფორმებულ ხელშეკრულებებზე მოდის, რომელთა მოცულობა 85%-ს აჭარბებს. ანგარიშის მიხედვითვე 2023 წელს კლების შემდეგ 2024-ში 11%-დან 14.9%-მდე გაიზარდა გამარტივებული ტენდერების წილი. დარგის ექსპერტები ამბობენ, რომ გამარტივებული შესყიდვების არამიზნობრივი გამოცხადება ორგანიზაციების მხრიდან დამკვიდრებული მავნე პრაქტიკაა, რომელიც წლების განმავლობაში ვერ შეიცვალა. გამარტივებული შესყიდვა შესაძლებელია და გაიზარდა ორჯერ 10.000 ლარამდე ოდენობით შესყიდვებზე, ამიტომ თუ გუშინ შემსყიდველი აცხადებდა 5.000-ზე, აფორმებდა გამარტივებულ შესყიდვას, ეს უკვე 10.000-ზე. ანუ ამ თვალსაზრისით მაშინ ესე ვთქვათ გამრუდებული სტატისტიკით ორჯერ არის გაზრდილი გამარტივებული შესყიდვების წილი. ხოლო რაც შეეხება ისეთი ტიპის გამარტივებულ შესყიდვებს, რასაც ახლა მაგალითად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 7 მილიონიან შესყიდვაზე ვიტყვით, ეს ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულია, იმიტომ რომ სამარცხვინოა, მაგრამ ახალი წელი ყოველთვის ახალ წელს დგება, 26 მაისი ყოველთვის დამოუკიდებლობის დღე 26 მაისს გვაქვს და ბევრი რამ თარიღები, რომლებიც ესე ვთქვათ ეკლესიური დღესასწაულებისგან განსხვავებით სტატისტურია და არ მოძრაობს. შესყიდვების სააგენტოს ანგარიშით შავსიაში მოხვედრილი კომპანიების რაოდენობა 2024 წელს შემცირდა და ასეთი გადაწყვეტილება სულ 465 შემთხვევაში მიიღეს, რაც წლიურად 56%-ით ნაკლებია. სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით რაოდენობა რეალობას არ ცვლის, რადგან ეგრეთ წოდებულ შავსიაში მოხვედრილი კომპანიების მფლობელებისგან ახალ-ახალი იურიდიული პირების დაფუძნება გამოცდილი და მიღებული პრაქტიკაა. ერთი, როდესაც შავსიაში შეყვანილი კომპანიის მესაკუთრეები სახელდახელოდ ახალ კომპანიებს აფუძნებენ და მათზე უკვე აღარანაირი შეზღუდვა ვრცელდება, ჩვენ შეგვეძლია ვნახოთ, როდესაც პროცედურები ჯანჯილდება შავსიაში შეყვანის, მაგალითად, როდესაც წერეთელზე სამუშაოების ჩაგდების გამო ერთ-ერთი კომპანია აშკარად იმსახურებდა შავსიაში შეყვანას, მაგრამ სანამ მსგავსი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, მანამდე მან უკვე სახელმწიფო ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიიღო მრავალმილიონიანი დაკვეთა. შავისია სასახად შეგვეძლო ვთქვათ, რომ არ მუშაობს.
არ მუშაობს ხელისუფლების პირველ რიგში არაკეთილ სინდისერების გამო და არ მუშაობს მათ შორის რეგულაციების სრულყოფილების გამო. 2024 წელს ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაცია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იყო, რომელმაც ხელშეკრულებები თითქმის 992 მილიონი ლარის 121 ტენდერზე გააფორმა. მეორე ადგილზეა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რომელსაც მსხვილი დაკვეთებით თბილისის მერია მოსდევს. 2023 წელთან შედარებით ორჯერ არის გაზრდილი არარეზიდენტ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოცულობა. ყველაზე დიდი წილი საფრანგეთში, თურქეთსა და შვეიცარიაში რეგისტრირებულ კომპანიებზე მოდის. იურისტი ბადრინიაური გვიხსნის, რომ ეს რიცხვები ხელშესახები არ არის, რადგან რეალურად ამ კომპანიების უკან ისევ ქართველი მიმწოდებლები დგანან, რომლებიც ტენდერის მოგებას სხვა კომპანიების გავლით ახერხებენ. უცხოური კომპანიების უკანაც გამოცდილების გამო დგანან ქართული, ესე ვთქვათ, კომპანიები და ინტერესები, ამიტომ ვთქვათ, ციფრებად რჩება, მაგრამ თავად სატენდერო სისტემა იქცა არა ჯანსაღ და არა სანდოდ. დრო არის, ვისაც ეს ეხება და ეს ეხება შესყიდვების სააგენტოს, რომ მინიმუმ შეიმუშაოს სტანდარტი ბაზრის კვლევის და სატენდერო პირობების გამოცხადების. არ შეიძლება სენაკბად და ხობმა ძაღლის, უპატრონო ძაღლების, ვთქვათ, და ჭერის მომსახურებაზე გამოაცხადოს სხვადასხვა პირობებით. არ შეიძლება 130.000-იან ლარიან მომსახურებაზე, დაცვის მომსახურებაზე გამოცდილება ჩავდოთ 4 მილიონი. 2024 წელს 187 მილიონიდან 458 მილიონ ლარამდე გაიზარდა დონორების სახსრებით განხორციელებული პროექტების სავარაუდო ღირებულება. ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ამ კატეგორიის ტენდერებში მსოფლიო ბანკი იყო, რომლის დახმარებითაც 420 მილიონი ლარის 36 ხელშეკრულება გაფორმდა. 18 მილიონი ლარის ტენდერებზე გაფორმდა ხელშეკრულებები სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის დახმარებით. დონორული სახსრები იყო მოზიდული აზიის განვითარების ბანკისგან და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისგან. სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად დონორების ფინანსური სახსრებით ხორციელდება, რადგან ამ დროს ქვეყანას გრძელვადიან შეღავათიან სესხზე უჩნდება წვდომა. აბესაძე ვარაუდობს, რომ პოლიტიკური კურსის ცვლილების გათვალისწინებით ამ ტიპის ტენდერები რაოდენობრივად მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდება. თითქმის არ არსებობს პროექტი, რომელსაც ჩვენ შეხება გვაქვს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ დონეზე თუ ქვეყნის მასშტაბით, ასე ვთქვათ, სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებზე, სადაც არ იყოს დონორების ფული და ძირითადად დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისგან გამოყოფილი სახსრები გამოყენებული და რა თქმა უნდა ქვეყნის პოლიტიკური კურსის ასე რადიკალურად შემოტრიალების ევროპული გზიდან გადახვევის გამო ფაქტია, რომ ჩვენ შეგვეზღუდება წვდომა და ამის შესახებ არაერთი კონკრეტული განცხადებაც კი იქნა გაკეთებული დონორი ორგანიზაციების მხრიდან და დიახ, მომდევნო წლებში თუ უკვე 2025-ში არა, დრამატულად დაემჩნევა ეს ქვეყანაში ინფრასტრუქტურის განვითარებას და იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით მოსახლეობა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშით შესყიდვების სისტემის ამოქმედებიდან 2024 წლამდე სავარაუდო და სახელშეკრულებო ღირებულებებს შორის სხვაობამ ჯამურად 4 მილიარდ 600 მილიონ ლარს გადააჭარბა. ხოლო 2024 წელს სხვადასხვა სახის საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად 5 მილიარდ 300 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ხელშეკრულება დაიდო. ხოლო სავარაუდო და სახელშეკრულებო ღირებულებებს შორის სხვაობამ, რომელიც ერთგვარი ეკონომია იყო, 472 მილიონი ლარი შეადგინა. საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მილიარდი ლარის ოქროა ჩადებული. მისოების პირველი კვარტლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, მიკროსაფინანსოების საკრედიტო პორტფელის ზომა მილიარდ 550 მილიონი ლარია, საიდანაც ყველაზე დიდი წილი სწორედ სალომბარდე კატეგორიის სესხებზე მოდის, მილიარდ 170 მილიონი ლარის ოდენობით. ამ სესხების უზრუნველყოფაში კი მოსახლეობას მილიარდ 50 მილიონი ლარის ოქროული და სხვა ძვირფასეულობა აქვს ჩადებული. მიკროსაფინანსოების ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, სალომბარდე კრედიტების პორტფელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 315 მილიონი ლარით, ანუ 37%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება დალომბარდებული ოქროულის ღირებულებას, ის წინა წელთან შედარებით 306 მილიონი ლარით, ანუ 41%-ით გაიზარდა. ლომბარდებში არსებული ოქროულის ღირებულების მატება თავის მხრივ ოქროს გაძვირებას უკავშირდება, რომელიც ამჟამად $3,250 ღირს.
2025 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობითვე ქართულ ბანკებში კრედიტების უზრუნველყოფის სახით სულ 490 მილიონი ლარის ოქრო და ვერცხლის ნაკეთობებია ჩადებული. ეს რაოდენობრივად უფრო ნაკლები არის, ვიდრე მიკროსაფინანსო დაწესებულებებში ჩაბარებული ოქროს და ოქროს ნაკეთობების ღირებულება. რაც შეეხება კომერციული ბანკების მაჩვენებლებს, ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით ცესხის უზრუნველყოფის სახით ყველაზე მეტი 165 მილიონი 200.000 ლარის ოქროს ნაკეთობები TBC-შია ჩადებული, თითქმის ამდენივე 163 მილიონი 900.000 ლარი უზრუნველყოფის სახით საქართველოს ბანკშია ჩადებული. ამასთან კომერციული ბანკების ფინანსური მაჩვენებლების სახით მხოლოდ 4 ბანკი გასცემს ოქროს უზრუნველყოფით კრედიტებს, ეს არის TBC, საქართველოს ბანკი, ლიბერთი და ტერაბანკი. ბათუმის შემდეგ მერის გარეშე ქობულეთი დარჩა. ლევან ზოიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი მურვანიძე დანიშნეს. ახალი მოვალეობის შემსრულებელი ბათუმის მერიაში 14 მაისს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა მიიყვანა. რეგიონული განვითარების სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე ბაკის ყოფილი გამგებელი დავით კვინიკაძე დაინიშნა. კომპანიაში ის ალექსანდრე თევდორაძეს შეცვლის. კომპანიაში BMG-სთან თქვას, რომ თანამდებობა მან საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და მათთვის მიზეზი უცნობია. მთავრობის იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ალექსანდრე მაისურაძე დაინიშნა. პირველ კვარტალში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 1.3%-ით გაიზარდა და 3.7 ტერავატ-საათს გაუტოლდა. გალტენ-ტაგარტის ბაზრის მიმოხილვის მიხედვით ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი წლიურად 8.5%-იანი ზრდა ადგილობრივი მოსახლეობის მოხმარებაშია დაფიქსირებული. თბილისის მერია 9.400.000 ლარად 17 ახალ ნაგავმზიდს ყიდულობს. გალტენ-ტაგარტის კვლევების დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, პირველ კვარტალში დაფიქსირებულმა 9.3%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ პირვანდელ პროგნოზს გადააჭარბა, რის გამოც გალტენ-ტაგარტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მოლოდინს გადახედა და 5%-დან 6.8%-მდე გაზარდა. ევა ბოჭორიშვილის ინფორმაციით, ზრდის მთავარი მამოძრავებელი ამ პერიოდში ქვეყანაში შიდა მოხმარების ზრდა იყო. აღინიშნებოდა გადავადებული მოთხოვნის რეალიზაცია, რასაც განსაკუთრებით გავლენა ზრდაზე მარტის განმავლობაში ჰქონდა. სექტორული თვალსაზრისით გალტენ-ტაგარტში ელოდებიან, რომ ეკონომიკურ ზრდაზე წელს დადებითი გავლენა მშენებლობის, ვაჭრობის, ტურიზმის და სხვა ტრადიციულ დარგებს, ასევე იმ სექტორებს ექნება, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა, მათ შორის ლოგისტიკას და IT სექტორს. მოლოდინებს გადააჭარბა პირველი კვარტალის ეკონომიკურმა ზრდამ, ანუ წლის დასაწყისში ძალიან განსხვავებული პროგნოზები იდებოდა, ჩვენ მათ შორის ჰქონდა 3 სცენარი. ფაქტიური მაჩვენებელი არის 9.3%, რაც არის გაგრძელება იმ ზრდის ტემპის, რაც ჰქონდა 2020 წელს, ანუ საშუალო წლიურად 9.9%. და კომპონენტებად რო ჩავშალოთ, ახლა რამ გამოიწვია ეს ეკონომიკური და მოხმარება, ინვესტიციები და წმინდა ექსპორტი, მოხმარება იყო ჩვენი შეფასების ძირითადი დრაივერი ამ ეკონომიკური ზრდის, თავდაპირველად 5%-იანით და ჩვენ გადავხედეთ ზრდის მიმართულებით 6.8%-იან ზრდას ველოდებით და წინა კვირაში მეგონი ეროვნულ ბანკმაც გადავხედა 6.7%, ანუ ზოგადად ან წლის ბოლოსაც და წლის დასაწყისშიც ანუ განსხვავებული პროგნოზები როცა იდებოდა, ჩვენ მაინც არ პროგნოზირებდით, რომ ეკონომიკა მნიშვნელოვნად შენელდებოდა, იმიტომ რომ როდესაც ეკონომიკა იზრდება, აქვს თავისი ინერცია. წელს პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი 122%-ით მილიარდ კილოვატ-საათამდე გაიზარდა. იმპორტირებულ დენის თითქმის 60%-ს რუსეთიდან ვიღებდით, რომელიც სრულად აფხაზეთმა მოიხმარა. იმპორტის დანარჩენი ნაწილი აზერბაიჯანიდან შემოვიდა, ანუ ჯამური იმპორტის 34% იყო მისი წილი, სომხეთიდან ჯამური იმპორტის 6.7% შემოვიტანეთ. იმპორტირებულ ელექტროენერგიაში გადახდილმა თანხამთი 23.5 მილიონი დოლარი შეადგინა, ანუ კილოვატ-საათზე საშუალოდ 1.9 ცენტი. გალტენ-ტაგარტის მოხილვაში წერია, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტის სპეციალურ ფასად კილოვატ-საათზე 0.1 ცენტად ხდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. აზერბაიჯანიდან იმპორტის საშუალო ფასი კილოვატ-საათზე 5.9 ცენტი, ხოლო სომხეთიდან იმპორტის 6.6 ცენტი იყო. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ აფხაზური მხარე თავად იხდის რუსეთიდან შესყიდული დენის საფასურს, რაც შეეხება დენის ფასს, საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო გასაყიდი ფასი წლიურად 1.5
6.9%-ით გაიზარდა და კილოვატ-საათზე 5.19 ცენტი შეადგინა. თვიურ ჭრილში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი მერყეობდა კილოვატ-საათზე 5.8 და 6 ცენტის ფარგლებში. საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა წლიურად 23.8%-ით გაიზარდა 1.14 ტერავატ-საათამდე და ჯამური მიწოდების 37.1%-ით შეადგინა. მოცულობის ზრდა გამოიწვია იმპორტის და PPA-იანი ჰიდროელექტროსადგურების გენერაციის გაზრდამ. საინვესტიციო ბანკი მიმოხილვაში წერს, რომ წელს პირველ კვარტალში 54.1 მეგავატიანი მტკვარი ჰესი და 14.2 მეგავატიანი ჭიორა ჰესი სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. თავდაპირველად მტკვარი ჰესის პროექტი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდს ეკუთვნოდა. მისი განვითარება ფონდმა 2014 წელს დაიწყო და 2024 წელს თითქმის დასრულებული სახით გაყიდა. პირველადი შეფასებით სამცხე-ჯავახეთში მდებარე 54 მეგავატიანი მტკვარი ჰესის აგება 140 მილიონ დოლარამდე უნდა დამჯდარიყო, თუმცა ის 100 მილიონი დოლარით გაძვირდა. ამ გაძვირებას ივანიშვილის ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილის საქმიანობას უკავშირებდა, თუმცა 2017 წლის დასაწყისში ჰესის მთავარი ობიექტის 9.16 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანის დროს გვირაბი ჩამოიშალა, რამაც TPM აპარატის მიწაში გაჭედვა განაპირობა. აქედან გამომდინარე, კომპანიამ მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის წინაშე დადგა, რაც ერთდროულად რამდენიმე საკითხს მოიცავდა. ალტერნატიული საინჟინრო პროექტის მომზადება და სახელმწიფოსთან შეთანხმება, სადაზღვევო და სამართლებრივი დავა და დამატებითი ფინანსების მობილიზების აუცილებლობა. კარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით სამუშაოთა გაგრძელება 2019 წლის 23 ივნისს მოხდა. პროექტის მოდიფიკაციის ფარგლებში საჭირო გახდა 300 მეტრის სიგრძის ახალი გვირაბის გაყვანაც. მტკვარი ჰესი მოდინების ტიპის ჰიდროელექტროსადგური არის, რომელიც მდინარის ნაკადის დაახლოებით 10% ჰიდროელექტროსადგურში მართავს. საინჟინრო გეგმის მიხედვით ჰესის მთავარი ნაგებობა 9.16 კილომეტრიანი სადერივაციო გვირაბია. ჰესის ზედა წერტილი ზღვის დონიდან 1015 მეტრზე და ქვედა წერტილი 909 მეტრზე მდებარეობს. მტკვარი ჰესის პროექტს 2009-14 წლებში სააქციო საზოგადოება კავკაზუს Energy and Infrastructure ახორციელებდა, რომელთანაც შემდგომი თანაინვესტირების ფონდმა სადგურის 100% გამოისყიდა. CFT-ის მიღების მსურველების აქტიურობა მაღალია. ენერგეტიკის სექტორში პირდაპირ მოლაპარაკების გზით კონტრაქტების მსურველებისგან ეკონომიკის სამინისტროში 425 განაცხადი შევიდა, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეც 11.2 გიგავატია. დაკმაყოფილებული განაცხადების რაოდენობა რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. გამარჯვებული კომპანიები კი მიიღებენ ფასტაშორის კონტრაქტს ოპერირების 15 წლის განმავლობაში. ჰიდროელექტროსადგურებისათვის CFT ტარიფი კი კილოვატ-საათზე 6.9 ცენტი იქნება 8 თვის განმავლობაში. ქარის სადგურებისათვის 6 ცენტი 9 თვე და მზის სადგურებისათვის 5.6 ცენტი სრული წლის განმავლობაში. მთავრობამ ჯერ კიდევ 2022 წელს წარადგინა განახლებადი ენერგიის პროექტების მხარდაჭერის ახალი სქემა. სიმძლავრის აუქციონის საფუძველზე გაცემული ფასტაშორის სხვაობის კონტრაქტი. აუქციონის ძირითადი პირობები კი ასე გამოიყურება. მთავრობა პერიოდულად გამოაცხადებს აუქციონს გარკვეულ სიმძლავრეზე, სადაც მონაწილეობას დაინტერესებული ინვესტორები იღებენ. მონაწილეობის წინაპირობა წინასწარი ჩატარებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იქნება აუქციონში მონაწილეობის მიღების საფასური და საბანკო გარანტია. თბილისის ვაკის რაიონში ქაქუცე ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩებზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. კახაკალაძის ინფორმაციით, პროექტი ვაკის პარკის მიმდებარედ მდებარე მონაკვეთიდან წყნეთის გზატკეცილის ნომერ 6-მდე არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას მოიცავს და რეაბილიტაციის პროცესში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ასევე შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა. სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს. თბილისის მერია 9.400.000-ად 17 ახალ ნაგაუს მზით ყიდულობს. თბილსერვის ჯგუფის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად გათვალისწინებული არის 4 ერთეული არანაკლებ 10 მეტრ-კუბის მოცულობის, 6 ერთეული 15 მეტრ-კუბის და 7 ერთეული არანაკლებ 21 მეტრ-კუბის მოცულობის ნაგაუმზიდის შეძენა. ტენდერი 13 მაისს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 11 ივნისს უნდა დაიწყოს და 16-ში დასრულდეს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9.497.278 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციით ნაგავმზიდი უნდა იყოს ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, გარბენი არ უნდა აღემატებოდეს 5000 კილომეტრს, დეფექტების გარეშე უნდა იყოს, ასევე გამოშვების წელი არ უნდა იყოს 2025-ზე ნაკლები, მანქანა და ნაგავმშეკრების დანადგარი უნდა იყოს სრულად დაკომპლექტებული ქარხნული წარმოების სტანდარტული დეტალებით, უნდა იყოს ტესტირებული და მზად ექსპლუატაციისათვის. კოლიერს ჯორჯიას მიერ უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვით აპრილში დედაქალაქში ბინების გაყიდვები შემცირებულია. რიქო ჯიზე გამოქვეყნებული მონაცემებით აპრილში თბილისში 3256 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში მარტთან შედარებით მცირედით 2.6%-ით კლებას აჩვენებს. ბაზრის ზომა კი 6.6%-ით 254 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. დედაქალაქში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 5%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც პირველადი ბაზრის ხარჯზე მოხდა. კოლიერს ჯორჯია მიუთითებს, რომ ძველ პროექტებში კლების ტენდენცია ნარჩუნდება და ბინების გაყიდვები 2024 წლის აპრილთან შედარებით 21.3%-ით არის შემცირებული. 2025 წლის აპრილში თბილისში ახლად აშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის აპრილთან შედარებით ფართო ცენტრში 12.9%-ით გაიზარდა. ქალაქის ცენტრში 6.7%-იანი ზრდა იყო, ხოლო გარეუბნებში საშუალო შეწონილმა ფასმა 8.1%-ით მატება აჩვენა. ზრდის განმაპირობებელი ძირითადად პირველადი ბაზარია, სადაც ქალაქის მასშტაბით საშუალო შეწონილი ფასი 13.8%-ით გაიზარდა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ პირველად ბაზარზე ზოგიერთი ტრანზაქციები გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი არ ასახავს რეალობას. ახლად აშენებული ბინების მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 5.9%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ძველი ბინების გაყიდვის საშუალო ღირებულებას 2025 წლის აპრილში დედაქალაქში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის იგივე თვესთან შედარებით გარეუბნებში 7.9%-ით არის გაზრდილი, ქალაქის ცენტრში 4.4%-ით და ფართო ცენტრში 1.9%-ით კლებაა. საოფისე ფართებზე მოთხოვნა შემცირებულია. უძრავი ქონების სააგენტოების და თავად კომერციული ფართების მფლობელების ნაწილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების ფონზე ბიზნესი გაფართოებისაგან თავს იკავებს. შესაბამისად, როგორც დიდი, ასევე შედარებით მცირე ზომის საოფისე ფართებზე მოთხოვნა შემცირებულია. შედეგად ბიზნეს ცენტრებში დატვირთულობის მაჩვენებელი იკლებს. რა ვითარება არის კომერციულ საოფისე უძრავი ქონების ბაზარზე და რა განაპირობებს შემცირებულ მოთხოვნას? დეტალებს ნუცე შუბაშვილი მოგვიყვება სიუჟეტში. საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირება ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოდან შეიმჩნეოდა, როდესაც ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე ბიზნესის ნაწილმა ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებები შეაჩერა. უკვე დღეს უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში ამბობენ, რომ შემცირებული მოთხოვნა მიმდინარე წელსაც ნარჩუნდება. როგორც კოლიერს ჯორჯიაში აცხადებენ, გასულ პერიოდში მსხვილი საერთაშორისო კომპანიებისგან საოფისე ფართების დაქირავებაზე მოთხოვნა მზარდი იყო და ისინი საქართველოში გაფართოებას განიხილავდნენ, თუმცა უკვე დღეს მათი მხრიდან მოთხოვნა დაპაუზებულია. კოლიერს ჯორჯიაში აღნიშნავენ, რომ მოთხოვნის კლება შეიმჩნევა როგორც შედარებით დიდი, ასევე მცირე ზომის საოფისე ფართებზე. როგორც ჩანს, ბიზნესის ნაწილი არასტაბილური ვითარების ფონზე გაფართოებისგან თავს იკავებს და ხარჯებსაც ზოგავს. წინა წლის შემოდგომაზე გვქონდა აქტიური რამდენიმე მოთხოვნა დიდი ზომის საოფისე ფართებზე, როგორც არის 1000 კვადრატული და პლუსით. რამდენიმე საერთაშორისო კომპანია ეძებდა ახალ საოფისე ფართებს რელოკაციისთვის, თუმცა იმავე წელს ესე ვთქვათ დააპაუზეს ეს პროცესი, შეჩერდა, მას შემდეგ ეს პროცესი აღარ განახლებულა და შესაბამისად მომართვიანობა წინა წლის შემოდგომიდან დაწყებული ამ მომენტამდე არის შემცირებული დიდ ფართებზე. იგივე შემიძლია ვთქვა პატარა ფართებზეც. ადრე თუ პატარა ფართებზე მაინც იყო ხოლმე მოთხოვნა სხვადასხვა პატარა კომპანიებისგან ან სტარტაპებისგან, ამ ეტაპზე მოთხოვნა ამ მიმართულებითაც შემცირებულია. ასევე ახალი კომპანიები თავს იკავებენ, ესე ვთქვათ, საოფისე ფართების ქირაობისგან და სავარაუდოდ უფრო აგრძელებენ ჰიბრიდული რეჟიმით მუშაობას. ჩვენი აზრით ეს უფრო ალბათ ხარჯების შემცირებას და ესე ვთქვათ, რაღაც დიდი ხარჯიანი გადაწყვეტილებების დაპაუზებასთან არის დაკავშირებული.
დატვირთულობის შემცირებაზე საუბრობენ თავად კომერციული ფართების მფლობელებიც, როგორც კომპანია SpaceZ-ში აცხადებენ, თუ კი გასულ პერიოდში მათი საოფისე ფართებისა და საერთო სამუშაო სივრცეების დატვირთულობა 100% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 70%-მდეა შემცირებული. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ შორის მცირე ბიზნესებმა ბოლო პერიოდში ხარჯების დააზოგვის მიზნით ოფისები დახურეს. დატვირთულობის შემცირების კიდევ ერთი მიზეზი ქვეყანაში მიგრანტების რაოდენობის შემცირება, რომლებიც ასევე იყვნენ შედარებით მცირე საოფისე ფართებისა და საერთო სამუშაო სივრცეების მომხმარებლები. ზოგადად 100%-ით ვიყავით ხოლმე ყოველთვის დატვირთულებით, თუმცა ბოლო პერიოდში უკვე გამოგვითავისუფლდა რამდენიმე ოფისი და ბაზარზე შეიჩნევა მოთხოვნის შემცირება, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზი, რომელიც ძირითადად ეხება უფრო მცირე ოფისებს, მცირე ორგანიზაციებს, რომლებიც გადავიდნენ ხარჯების დაზოგვაზე და უფრო მოქნილები არიან ოფისის გახსნა დახურვაზე და ამათო დაზოგეს ხარჯები და დახურეს ბოლო პერიოდში ოფისები. მოლოდინი აქვთ არასტაბილურობის, შესაბამისად გადასულები ან შემომცირდა თუ უკვე შემოსავალი, ან მოლოდინი აქვთ, რომ შემოსავალი შემომცირდება და დღესვე იჭერენ თადარიგს და ყოველთვიურ ხარჯის შემცირებას ახერხებენ ამ გზით. ასევე შემცირებულია პროექტები უცხო ერთიდან დაფინანსებული და ეგეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შემცირდა მოთხოვნა ოფისებზე. შედარებით განსხვავებულ ტენდენციებზე საუბრობენ უძრავი ქონების სააგენტო საკურა პროპერტიში, სადაც ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მოთხოვნა შემცირებული რჩება პრემიუმ კლასის ტიპის საოფისე ფართებზე, თუმცა მათი შეფასებით ეკონომ და საშუალო კლასის ფართებზე მოთხოვნა ნელ-ნელა აღდგა. ეკონომ და საშუალო კლასის ოფისებში მოთხოვნა ნარჩუნდება და არის დაბრუნდა ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, თუმცა პრემიალური კლასის ოფისებზე ბევრ ბიზნეს ცენტრში, ბევრ A-კლასის ბიზნეს ცენტრში ოფისები არის თავისუფალი. რატომ ხდება ეს? ეს ხდება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ბიზნესები ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ დიდი ბიუჯეტები გადაიხადან ოფისებში, რისთვისაც მზად იყვნენ მაგალითად 2024 წლის პირველ ნახევარში და 2023 წელს. ბევრი საერთაშორისო კომპანია ასევე გავიდა საქართველოს ბაზრიდან, ვინაიდან ვერ დაინახა უსაფრთხოება, თუმცა ასე ვხედავთ კიდევ სხვა დადებით მაჩვენებელს, რომ ბევრი უცხოური კომპანია ისევ შემოდის საქართველოში. არა იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც შემოდიოდა 2023 წელს და 2024 წელს, თუმცა დადებითი მაჩვენებელია გვიხარია ის, რომ ნელ-ნელა უცხოური კომპანიები ისევ შემოდიან საქართველოში. თუმცა ისინიც აღარ რისკავენ პრემიალური კლასის ოფისებს. რაც შეეხება ფასებს, კომერციული უძრავი ქონების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიუხედავად შედარებით შემცირებული მოთხოვნისა, ისინი იჯარის ფასებს ვერ ამცირებენ, რადგან მათი თქმით, კომერციული ფართების ოპერირებისთვის გასაწევი ხარჯები მზარდია. ევროკავშირის ელჩი საქართველოში ამბობს, რომ ევროკავშირის დონეზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ სანქციების შემოღებას ცდილობენ და პაულ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ შედეგი მიღწეული იქნება. პარლამენტის თავმჯდომარემ ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, რომ მივიღეთ პარადოქსი, რომ დღეს ქუჩაში ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის. პოლარიზაცია უცხოეთმა მოგვახვია თავს. მათი კანვასური და USAID-ური პროპაგანდა, სიძულვილი და დაკანონებული ძალადობა ლამის არის მთლიანად ევროკავშირისთან გაიგივდეს. ამბობს პაპუაშვილი და აღნიშნავს, რომ ტრაგიკულ მოცემულობაში ევროკავშირის ქვეყნების ზოგიერთ პოლიტიკოსსა და დიპლომატს პირდაპირ წვლილი მიუძღვის. მეგობარი აქტის საფასუხოდ საქართველოს პარლამენტის სპეციალური განცხადებით მკაცრად უარყოფს მეგობარ აქტში გამოთქმულ ბრალდებებს. მიუთითებს, რომ ის უსამართლო და მტრულია და ამის მიზეზად Deep State-ის მიერ საქართველოსთვის მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაზე უარს ასახელებს. იმედოვნებენ, რომ შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია შეცვლის მიდგომას და მზად არიან თანამშრომლობისათვის. ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ. ევროკომისიის პრეზიდენტი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ბლოკი კრემლზე ზეწოლა შეინარჩუნებს. ვაზის და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გასული წლის ანგარიშის თანახმად საქართველოში 2024 წელს ღვინის წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2.400.000 ჰექტოლიტრს მიაღწია, რაც წინა 2023 წელთან შედარებით 26%-ით მეტია და 21 საუკუნის დასაწყისიდან რეკორდული მაჩვენებელია. ორგანიზაციის ექსპერტები საქართველოში ღვინის წარმოების ზრდას ამინდის ხელსაყრელ პირობებს უკავშირებენ. სწორედ ამ მიზეზის გამო იტალიაც გასულ წელს ღვინის წარმოებით მსოფლიოში პირველ ადგილზე დარჩა, სადაც
24 მილიონი ჰექტოლიტრი, ანუ 2023 წელთან შედარებით 15.1%-ით მეტი ღვინო იყო ნაწარმოები. შტატებში ღვინის წარმოება გასულ წელს 17.2%-ით 21 მილიონ ჰექტოლიტრამდე შემცირდა, რაც ძირითადად ცხელმა და მშრალმა ამინდმა განაპირობა. მთლიანობაში მსოფლიო ღვინის წარმოება 226 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით ნაკლები, ხოლო 1961 წლიდან მოყოლებული რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. მსოფლიო ღვინის ორგანიზაციის ექსპერტები ღვინის წარმოების შემცირებას როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ნახევარსფეროში კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ ამინდის არაპროგნოზირებად და ექსტრემალურ პირობებს უკავშირებენ. შარშან ღვინის გლობალური ექსპორტი უცვლელი დარჩა და 99 მილიონ 800.000 ჰექტოლიტრი შეადგინა. ფულადი თვალსაზრისით გასულ წელს ღვინის ექსპორტი 0.3%-ით შემცირდა და 36 მილიარდ ევროს მიაღწია, ხოლო ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასი რეკორდულად მაღალ დონეზე ლიტრზე 3.6 ევროზე რჩება. OIV-ის ექსპერტები მაღალ ფასს, გლობალურ ინფლაციას და დაბალ მიწოდებას მიაწერენ. ამჟამად ღვინო დაახლოებით 30%-ით უფრო ძვირია, ვიდრე პანდემიამდე იყო. პასუხი მეგობარი აქტისთვის. საქართველოს პარლამენტმა შეერთებულ შტატებს წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ მეგობარ აქტზე საპასუხო განცხადების პროექტი შეიმუშავა. ეს განცხადება 11 გვერდიანია და მისი განხილვა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაიწყო. პარლამენტი მეგობარ აქტს საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიმართ უაღრესად მტრულ აქტად აფასებს. საქართველოს პარლამენტის შეფასებით ქვეყნისადმი უხეშ, უსამართლო დამოკიდებულებას და ორმაგ სტანდარტს შეიძლება ერთადერთი რამ განაპირობებდეს, რომ Deep State-მა საქართველოს ვერ აპატია ის, რომ მისმა ხელისუფლებამ არ შეასრულა Deep State-ის წარმომადგენლის მიერ ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან გამართულ შეხვედრაზე დაყენებული მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. საქართველოს პარლამენტი გამოთქვამს იმედს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია Deep State-ს წარმატებით შეასუსტებს, რის შედეგადაც შტატების კონგრესი დაებრუნებს ძველ დიდებას და სახელს, რომელიც მას 200 წლიანი მოღვაწეობით ჰქონდა მოპოვებული. მეგობარი აქტის საპასუხოდ მომზადებულ სპეციალურ განცხადებას ქართული ოცნება პარლამენტში გეგმავს, რომ დაამტკიცოს. ევროკავშირმა უნდა გადაიაზროს საქართველოსთან პრივილეგირებული ურთიერთობა. საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაվել ჰერჩინსკი ამბობს ამას და აღნიშნავს, რომ გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ გააჩინა რამდენად ჯერ კიდევ დემოკრატიული ქვეყანაა საქართველო და ასევე რამდენად სურს ევროკავშირში გაწევრიანება მას. ჰერჩინსკის თქმით, სწორედ ამიტომ ევროკავშირმა უნდა გადაიაზროს საქართველოსთან პრივილეგირებული ურთიერთობა, ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, DCFTA და კანდიდატის სტატუსი. რამდენად კვლავ დამსახურებულია. ჩვენ ვთხოვეთ საქართველოს, გთხოვთ ნუ გააკეთებთ ამას, გთხოვთ დაგვიახლოვდით და ნუ წახვალთ ჩვენგან შორს. სამწუხაროდ ჩვენი მოწოდებები სრულად იგნორირებულია. უარესი კი არის ის, რომ ჩვენ რასაც ვხედავთ საქართველოში რამდენიმე თვის განმავლობაში, ეს არის დაშინება, ძალადობა, სისასტიკე და სრული დაუსჯელობა იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩაში ხალხს სცემდნენ. სწორედ ამიტომ ევროკავშირი ცდილობს სანქციების დაწესებას ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. როგორც არაერთხელ აგიხსენით, იმისთვის რომ სანქციები შემოვიღოთ, ევროკავშირის დონეზე გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა და ამ ეტაპზე სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს ერთსულოვნება. არიან ბევრი სახელმწიფოები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამიტომ ჩვენი წევრი სახელმწიფოების უმეტესობამ გადაწყვიტა სანქციების შემოღება და სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს ფიზიკური პირების და თანამდებობის პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ძალადობაზე თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში. ამავდროულად ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია მივაღწევთ იმ მომენტს, როდესაც 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება იქნება მიღწეული. ასეთი იყო საქმის კურსის შემაჯამებელი გამოშვება ამ დროისათვის. წინ საქმიანი საღამო გელოდებათ, რომელსაც გიორგი არონია და გიორგი თოლორდავა გაუძღვებიან. ჩვენ ერთმანეთს ხვალ შევხვდებით BMG TV-ს ეთერში საღამოს 7 საათზე დროებით.